ქართულ ენაზე უამრავია დაწერილი და ერთმანეთზე საინტერესო მეცნიერული ნარკვევები. ღვთის მადლით ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გახშირდა, იმიტომ რომ ამოდის მრავალი საიდუმლო, ღვთაებრივი დიდი საიდუმლო ამ ენაში, ქართულ ენაში დამარხული, რაც ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო და როგორც ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა გვეუბნება, რომ დამარხულარს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა, ანუ დამარხულარს საიდუმლო. ესე იგი, საიდუმლო არის ჩადებული ამ ენაში და მეორედ მოსვლამდე ეს საიდუმლო არ გამჟღავნდებაო. ესე იგი, რაღაც დიდი უზარმაზარი საიდუმლოაო. ეხლა ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ ქართული ენა ლაზარეა, რომ ლაზარე მკვდრეთით, რომ აღადგინა და აქ წერია, რომ როგორცო ქართული ენა აღადგინა მკვდრეთითო, ასე აღადგენს ჩვენს ქართულ მოდგმას, ქართულ ენას, ქართულ გენსო და ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო და ჩვენ ვიცით, რომ ეს 3 დღე და მეოთხე დღე ნიშნავს, რომ მეოთხე 1000 წლეულია და ახლა ჩვენ ზუსტად მეოთხე 1000 წლეულში ვიმყოფებით ამ გამოთვლის მიხედვით, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ძველ ქალდეურზე, ქალდეურ კულტურაზე, აი ის დიდი კულტურაა ახლა მიძინებული, ის დიდი კულტურა მკვდარივით, ანუ ფაქტობრივად სოფლიოსთვის ეხლა საქართველოს არ არის ისეთი გადამწყვეტი და დიდი პოლიტიკური ფიგურა სოფლიოს არბიელზე და აქედან გამომდინარე ეს საიდუმლო ზუსტად ის არის, რომ მკვდარივით იქნება, ანუ ანგარიშს არავინ არ გაუწევს ამ ენას და ამ ქვეყანასო, მაგრამ მეოთხე წლეულში მოხდება ივერის გაბწყინება, ანუ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა და ეს ყველაფერი გამოგზაურდება, გაიშლება და სახტად დავრჩებით არა მარტო ქართველები, ჩვენი კულტურის და ჩვენი საოცარი ღვთაებრივი საიდუმლოებების გამომზეურებით, არამედ მთელი მსოფლიო დარჩება სახტათო. აი ეს არის გადმოცემული. ამაზე ახლა დღეს არ საუბრობ. ჯერ ჩვენ ვისაუბროთ გრიგოლ რობაქიძის ერთ ძალიან დიდ მეცნიერულ, ასე თქვათ, კვლევაზე, რომელიც არის ქართული ენის, ესე იგი, რომ ქართული ბგერა, ქართული ენა, რომელ მეცნიერულ, ესე იგი, მიმდინარეობას მიეკუთვნება. აი ამაზეა ჯერ საინტერესო. ცნობისთვის გეტყვით, რომ გრიგოლ რობაქიძე მთელი თავის ცხოვრება, ესე იგი, მუშაობდა ქართული ამ ენის საიდუმლოებების კვლევაზე და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა დაგვიტოვა. აი ახლა მაგალითად ერთი, ახლა რასაც დღეს განვიხილავ. ქართულმა ბგერამ ამბობს გრიგოლი, არ იცის იკტუსი. იკტუსი არის მკვეთრი მახვილი. როგორც ეს გერმანულში თუ რუსულშიაო. რომ დავბეგროთ, მაგალითად სიტყვა მდიდარი პირველ ინთან მიიღებ ცოლისებურ მახვილს. მდიდარი. ჩვენ ხვასე ავკითხულობ. აი, ცნობისთვის გეტყვით, აკნო რუსულში ხო არის მახვილის ენა. არა, ქართულში ასეთი რამე არ არსებობს. ხო, მიიღებ ცოლისებურ მახვილს, რომელიც კვეთს სიტყვას. ეს არ იქნება ქართული გამოთქმა. ქართული ბგერა აც ანტიური გრძელი მარცვალია. ჩვენ არ ვამბობთ მაგალითისთვის იგივე სიტყვა მდიდარი. ასეთი გამოთქმაც ქართულში არ არის. მაშინ რა სახისაა ქართული ბგერა, ის მიშეკითხო. სანამ ეს ბგერა არ იქნება გარკვეული, ქართული შაირის წყობასა თუ ზომის დადგენას ჩვენ ვერ შევძლებთ. ესე იგი, უნდა გრიგოლმა ასე დააყენა საკითხი, ჯერ უნდა ეს ბგერა გავარკვიოთ. 25 წლის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძე წერს, რომ ვიკვლევდი ამ საკითხს, წარმოიდგინე. ერთხელ
ასეთი ქრისტიან ლაუზენი მკვლევარი არსებობს, საგალობელი ჰანგეფთა და თვითონ უნაზესი მუსიკოსი ასეთი მკვლევარი არსებობს, მესაუბრებოდა საკრალურ ენათა შესახებ. აი, წამოვიდა ახლა ახალი ცნება საკრალური ენა. საკრალური, ჩემო ძვირფასებო, იგივე რაღაცა ღვთაებრივი, რაღაცა ღვთის წინაშე შექმნილი, ღვთისთვის შექმნილი, რაღაცა საიდუმლოება ჩადებული, აი საიდუმლოებას რო ინახავს თავის არსში. აი დაახლოებით ესეთი საღვთო საიდუმლოებას. ხო და ამ კვლევარმა ასე უთხრა, რომ ეს იყო აი ამ ენებს იკვლევდა და ასეთი რამე ამ ენებმა არ იცოდნენ იკტუსიო და ანუ როგორც თქვით, מחვილები არ ქონდაო. ხო და ხო უსმენს ეს რობაქიძე, მათი გახმიანება მაღალი და დაბალი ტონით იმართებოდა. ანუ მაღალი ტონი, დაბალი ტონი, დაბალი ტონი, მაღალი ტონი. ხო და გავშტერდიო რობაქიძე იწახს. რა თქვიო, გავამეორებინეო და იგივე განმეორა ეს. ამ დროს მე ხო ვაკვირდებიო, რომ ჩვენც არც ესე იგი არტიკლიანი ენა, არც מחვილიანი ენა ქართული და ვერ შეიყვანა ვერსად. უეცრად ქართულმა ენამ გამიელვა. მე მიუგე, ასეთი ენა დღესაც ცოცხალია მეტი. ანუ რა თქვა იცი მაგან, სულ 4 ენა იყო, მაგრამ დღეს არც ერთი არ არის გადარჩენილი. ამ ქრისტიან ლაუზენმა უთხრა. ესე იგი ნახეთ, მაღალი შაირი, დაბალი შაირი, მაღალი ბგერა, დაბალი ბგერა, მაღალი ტონი, დაბალი ტონი. ეხლა მე უნდა აგიხსნათ საიდუმლო რობაქიძემ სადიკო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარი ნაწარმოები, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ლამაზად ქართული გენი, ქართული სიტყვა, სადაც გახმიანდა და რო იტყვიან უმაღლესი მწვერვალამდე ავიდა, ეს არის შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი. ეხლა დააკვირდით, როგორ აქვს გამართული შოთას ვეფხის ტყაოსანი. აი იქ არის გამართული მაღალი და დაბალი შაირები. აი ცნობისთვის ახლა როგორ უნდა გავიგოთ, მაგასაც ავხსნი და ვეფხის ტყაოსნის საიდუმლო წაკითხვის სისწორეს რაში მდგომარეობს რობაქიძეს ახსნით, ამასაც გეტყვით, ჩემო ძვირფასებო. ესე იგი ნახეთ, იყო, მოიცა დავიწყოთ თავიდან, რომელმა შექმნა სამყარო 8 მარცვალი ძალითა მით ძლიერითა 8+8, ანუ მთელი ვეფხის ტყაოსანი 16 მარცვალზე არის გამართული. გავიწყოთ აქედან. ეხლა როგორ უნდა გავიგოთ, ეს 16 მარცვლიანი შაირი არის მაღალი ტონი თუ დაბალი ტონი. ყველა 16 მარცვლიანი არის 8+8. მაგრამ ეხლა ეს 8 არის მთავარი. აი ამ პირველ 8, 8+8, როგორ არის გამართული? თუ არის ასე იყო არაბეც როსტევან, ნახე რა მივიღეთ, 2+3+3. ანუ 2+3 5, 5+3 8. ესე იგი 5+3 ეს ნიშნავს, რომ კენტს პლუს კენტი უდრის 8-ს. ეს ნიშნავს, რომ დაბალი შაირი. აი ახლა როგორია მაღალი შაირი? მაღალი შაირი ასეა, 4+4. თუ 8 არის 4+4 გათვლილი, ეს არის მაღალი შაირი. აი მაგალითად, ნახე სუცხო მოყმე ვინმე, ნახე წყვილ-წყვილად წავით. თუ კენტად მიდის, დაბალია. ანუ 8 თუ მივიღეთ წყვილ-წყვილად 4+4, 2+2+2+2 ეს იგივეა 4+4, მაშინ არის მაღალი შაირი. თუ არის 5+3, ეს არის დაბალი შაირი. დაბალი შაირი იკითხება დინჯად, აუღელებლად. მთავარი აქცენტი აქ შინაარსზე გადადის და მთავარი თხრობაა და მოუყვეთ რაღაც ამბავი. და ამიტომ შვიდად, აუღელებლად, სასვენი ნიშნების კაცრი დაცვით და თხრობით იკითხება. აი მაგალითად, იყო არაბეც როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი. და ასე ნელ-ნელა
პარი, მდიდარი, უხვი, ჩამონათვალი მძიმეებზე და ასე შემდეგ შვიდად იგივე რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიგძლიერთა ზეგარდმო არსნი სულითა ყნა ზეცით მონაბერით და ასე შემდეგ. სულ სხვანაირად იკითხება მაღალი შაირი, რომელიც უკვე ვთქვით 4+4. ნახეთ როგორ იყო არო, ესე იგი, ნახე სუცხო მოყმე ვინმე შდამტირალი წყლისა პირსა. ნახეთ, აქ უკვე ცეცხლი შემოვიდა, აქ უკვე შემოვიდა ტემპი, აქ უკვე შემოვიდა ძალა, აქ უკვე შემოვიდა მუხტი. ნახეთ, და ამ შემთხვევაში შოთა ამოღებული ხმალია, მეთეა და იბრძვის და იმ შემთხვევაში, როცა დაბალი შაირია, შოთა ცხერში ჯვარი უჭირავს და როგორც მოძღვარი მოძღვრავს, გვარიგებს, გვამშვიდებს და გვასწავლებს. ეხლა უყურეთ, როგორ გამართა შოთა რუსთაველი. მთელი ვერცხლისწყალოსანი. აი დაიწყო დაბალი შაირი, ხო? ერთი კუპლეტი მიყვა, მეორე მიყვა, მესამე მიყვა და აუცილებლად უკვე მაღალზე გადადის. მაღალი 1-2 საკმარისია, ისევ დაბალზე გადმოდის. 2-3 დაბალი, ისევ მაღალი, 1-2 ცეცხლი, ისევ დაბალი და ასე მიდის მთელი პოემა. აი, თუ ჩვენ ასეთი სისწორით წავიკითხავთ, რობაქიძე რას ამბობს, იცი, აქ გარდა იმისა, რომ გესმის, კიდეც ხედავ იმას, რაც გესმის. ნახეთ როგორ არის, ანუ ჩვენ ხო რომ ვკითხულობ ჩაის, იქ უბრალოდ ყური ისმენს, მაგრამ როცა ასეთი სიზუსტით წავიკითხავთ, როგორც ახლა მე გითხარით, მაშინ რასაც ისმენ, იმას ხედავ კიდეც, რომ ელია გაშლილი და იქ ტარიელი როგორ ერკინება ვეფხვებს და ლომებს და როგორ იღებს ქაჯეთის ციხეს. აი ეს საიდუმლოა ჩადებული. ფაქტობრივად ამ საიდუმლოთი გრიგოლ რობაქიძემ ახსნა ერთგვარი ქართული, ესე იგი, ენის საიდუმლო რაში მდგომარეობს. ეხლა უყურეთ, შესაძლოა ქართულს ერთსა და იმავე შაიში მაღალი მუხლიც იყოს და დაბალიც. მაგრამ და სწორედ ესაა, რაიც მის ზომას ამრავალნაირებს, მაგრამ მაშინ მაღალი და დაბალი ერთი მეორესთან შერიტმული უნდა გამოდიოდნენ. მაგალითად, ქალოშენი, საროტანი, კენარი, აი ასეთ ფორმას თეჯლისი ქვია ქართულად. ლექსის ასეთ წყობას ქვია თეჯლისი. აქ პირველი ორი მუხლი მაღალია. ნახეთ როგორ არის მაღალი. ქალოშენი, ხო თქვით 4. საროტანი 4+4, ანუ მაღალი. კენარი 3-ია, ეს უკვე დაბალი. ამიტომ ესე იკითხება. ქალოშენი, საროტანი, პაუზა, კენარი და ასე, ესე იგი, ამ ფორმით იკითხება მთელი ლექსი. ეხლა მე ესე იგი, მინდა ჩემოთ ვიფასებო, გაგახსენოთ რამას პატარიძის სწავლება და სიხარულითაც გაუცხოთ, რომ ჩვენი სამშობლოს ცოდნეობის ყველა სახელმძღვანელოში, აი როგორც ქართულ თემაზე რო გადავდივართ, ვიწყებთ ყოველთვის ღვთისმშობლით, ვაგრძელებთ ყოველთვის კვართით და აუცილებლად ვამბობთ ცხეთის ჯვარზე, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის უდიდესი საიდუმლო, ღვთის ბოძებული, ჩვენთვის ქართველებისთვის მოცემული ეს დიდი განძი და ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ის ბავშვები, ვინც ჩვენთან სწავლობენ, რომ ეს თემები ხელახლა გავატაროთ და რაც უფრო მოუმატებენ კურსს, რომ უფრო ღრმა აზროვნად და უფრო სიღრმისეულად მივაწოდოთ, ასევე ქართულ ენაზე ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ გავიაროთ ქართულ ენაზე ვისაუბროთ და რაც უფრო მაღალ და მაღალ კურსებზე გადადიან ჩვენი ბავშვები, უფრო ღრმააზროვანი ნაკვლევი თემები მივაწოდოთ. მაგრამ ეს კი უნდა ყველამ გავიხსენოთ, რომ რამაზ პატარიძემ დაადგინა 3 განსაკუთრებული თარიღი და მე ამ 3 თარიღს თქვენ გადმოგცემთ. პირველი
ეს არის მზის ქართული კალენდრის შექმნა, რომელსაც აქვს ძველი წელთაღრიცხვის 540 წელი დასაბამი. ანუ ქართული მზის კალენდარი შეიქმნა ქრისტეს მოსვლამდე, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს. ეს არის შეხსენება, ჩვენ ყოველ წელს ამას ვეუბნებით და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ. მეორე თარიღი ქართული ასომთავრული ამბანის შექმნა, ანუ პირველი შეიქმნა ასომთავრული ამბანი. ნახეთ, 540 წელს შექმნილი მზის კალენდარული სისტემის საფუძველზე ქართველებმა შექმნეს პირველი ასომთავრული ამბანი 444 წელს ქრისტეს მოსვლამდე. ესე იგი, დაახლოებით 100 წელი დასჭირდათ, რომ კალენდრის შექმნის ცოდნა ჩადეს ესე იგი ამბანის შექმნაში. და მესამე თარიღი. ეს არის როდის დაიწყეს ქართველებმა წერა კითხვა. ეს ასაკი არის ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი. ანუ დაახლოებით 150 წლის მერე, რაც შექმნეს ასომთავრული ამბანი, ქართველებმა უკვე დაიწყეს ამ ამბანით წერა კითხვა. ანუ წიგნების ასე თქვა შექმნა. აი ეს სამი, იცით თქვენ რომ სულ სამი დამწერლობა გვაქვს, ყველაზე ძველი არის ასომთავრული, რომლის შესახებაც უკვე ჩვენ თქვით. მეორე არის ნუსხა ხუცური, ეს არის საგანგებოდ ღვთისთვის ქართველმა ხალხმა შექმნა საგანგებო ამბანი, რომელიც მარტო საეკლესიო მსახურებისთვის არის განკუთვნილი. და აი ყველა წირვა, ლოცვა და მსახურება საეკლესიო ნუსხა ხუცურად დაწერილ ამ ამბანით ხდება ჩატარება. და სხვაგან ესენი არ გამოიყენება. ეს არის მარტო საღვთისმსახურო ამბანი. და ბოლოს მხედრული, რომლითაც ჩვენ დღესაც ვსარგებლობთ და აგერ თქვენი სახელები აწერია კიდეც თქვენს გვერდებზე. და ბოლოს ვიტყვი, რომ მხედრული ძირითადად ესეთი პერიოდი იდგა, როცა შოთა რუსთაველი ქმნიდა ვეფხისტყაოსანს. თურმე პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ ბევრი იფიქრაო, რომელ ამბანზე დაეწერა ვეფხისტყაოსანი. იმიტომ რომ იცოდაო, რომ ის დიდი ღვთაებრივი ცოდნა და მადლი და ტალანტი, რაც შოთაში იყო ჩადებული ღვთისგან, რა ენაზეც გამართავდა ვეფხისტყაოსანს, იმ ენაზე დამკვიდრდებოდა მერე ცხოვრებაო. ეს იცოდა მანო და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მხედრულად დაწერა და მხედრულად რომ დაწერა, მას შემდეგ უკვე წამოვიდა უკვე მხედრული, იმიტომ ეს რო გადამწყვეტი ერთგვარი. მე ვფიქრობ, ეს ღვთიდან იყო და რა თქმა უნდა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი მხედრულ ამბანში ჩვენ ამბავში უამრავი საიდუმლოა. აი ერთი ძალიან კარგი წიგნი არსებობს, მაგის შესახებ ჩვენთან სცენარიც არის და მე ერთხელ აუცილებლად დავდგავ ამ წარმოდგენას. იქ არის თანამედროვე მწერლის მიერ დაწერილი წიგნი, რა საიდუმლო ცოდნა ჩადებული მხედრულ ამბანში. აი ესეც გამოუგნებელია, რა თქმა უნდა, ასომთავრულს ვერ გაეტოლება თავისი სიღრმისეული ცოდნით, თავისი ამ ესე იგი ღვთაებრივი საიდუმლოებებით, მაგრამ არის ძალიან საინტერესო და მე შევეცდები, რომ ერთ წელს აუცილებლად ესნა. დღეს კი ქართული ამბანის საიდუმლოზე კიდევ ერთი მეცნიერის ნაშრომი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც უკვე გენეტიკურ კვლევებზეა დადგენილი. აი გენეტიკური კვლევის ფორმით არის და ნამდვილად გამოუგნებელი. აი გულწრფელად გეტყვით, კახაბერ ჭიღლაძე, ესეთი ახალგაზრდა კაცი, რავი თუ ახალგაზრდა ეთქმის 50 წლის კაცს, მე ბედნიერება მქონდა, რომ შენ სტუდიაში, აი ამ სტუდიაში ის კაცი ნამყოფია, ჩვენ რაღაცა კარგი ქართული საქმეები წამოვიწყეს, შავ ხევსურეთში გვინდოდა, რომ რაღაცა ესე იგი დავხმარებოდით ამ სოფლეს, ერთად მოგზაურობა მოგვეწყო, ფილმები გადაგვეყო, რაღაცა ერთად თანამშრომლობდით, ძალიან დაუმეგობრდით, ძალიან კარგი ადამიანია და უცბად ეს კაცი ხდება ამ ხელო მეცნიერულ
საიდუმლოზე და მე გეტყვით პირადი ჩემი ნაცნობობის ცოდნას გაგიმჟღავნებთ, რომ ეს იყო წასული უცხოეთში და სწავლობდა ბასკების ცხოვრებას. 9 წელი მოუწია ბასკეთში ცხოვრება. და აი ამ ბასკურმა და ესე იგი იმდენი საერთო გაგვაჩნია თურმე ბასკებს და ქართველებს, რომ გავოცდიო, გავგიჟდი საერთოდ რა. თურმე ბასკებსაც ნანამასწავლებელო სოდნიათ ქართველებივით სადღეგრძელოები. მე არ ვიცოდით ყვა ერმა თუ იცოდა. საგალობლები რომ მოусმენთ გაგიჟდებით. ერთ-ერთზე ჯდება ჩვენ საგალობლებთან. და ტრადიციული ცხოვრება. და თურმე გიჟდებიან ქართველებზე, თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ ქართველები ვართო რა, ძველი ქართველები ვართო. მოკლედ, ეს ცალკე თემაა, ეს ბასკების ისა, მაგრამ ამან განაპირობა, რომ დაეწყო გენეტიკური კვლევა ქართული ენის. და ეხლა თქვენ უბრალოდ წაგიკითხავთ, რა საოცარ ცოდნასთან მივიდა ეს კაცი, მისი კვლევები გრძელდება, მისი სახელმძღვანელოები კიდე გამოიცა და მე ერთ-ერთი პატარა ძალიან საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ ეხლა. ჩვენი წინაპრები რომ კოსმოსს კარგად იცნობდნენ, ამას მოწმობს მრავალი ფაქტი. შეადგინეს უზუსტესი კალენდარი. აი მე უკვე კალენდრის შესახებ რამაზ პატარიძის ინფორმაცია მოგაწოლეთ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელსო შეადგინეს კალენდარი. ითვლიდნენ ქართულ შუმერული წელთაღრიცხვით ადამს აქეთ 5604 წელს ქრისტემდე. ეს ხვამლის მთის გამოქვაბულის კედელზე გამოსახული თანავარსკვლავედთა ისეთი განლაგება, რომელიც იყო 5604 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე, რაც ყველაზე ძველიაო. მსოფლიოში არსებული ასეთი წელთაღრიცხვების ფონზე ყველაზე ძველი არის ქართული ასეთი ცოდნა. დაუკვირდით ჩვენ ქალდეაზე რო საუბრობთ ხოლმე. ხო გახსოვთ რო ვისაუბრეთ მეუფე ანანიას წერილი. ამის ცოდნა გია კვაშილავას მეცნიერული კვლევა, ალიკო ცინცაძის მეცნიერული კვლევა, ქებაი და დიდებაისი ამ შემთხვევაში ეთანხმება ყველა, რომ ქართულ შუმერული წელთაღრიცხვა ქართული ცივილიზაციის დასაწყისი. ანუ ეს ჩვენი კულტურაა შუმერული. აი ესენი ყველანი ამ აზრი არიან. სხვათა შორის ჩვენი პატრიარქიც ამას ამბობს, ილია მართალიც, ივანე ჯავახიშვილიც, ის ჩვენი დიდი მეცნიერები და არა მარტო ესენი. ეხლა ნახეთ, ბარემ აქვე ეს ცოდნაც მოგვაწოდა, რომ სხვა ხალხის წელთაღრიცხვები, მაგალითად ბაბილონური, 104 წლით ჩამორჩება ქართულსო, ანუ ჩვენი უფრო ძველია, რადგან ის ითვლება 5500 წელს ჩვენ ითვლის 5500 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე. აღრიცხავენ ქრონიკონსაც 522 წლიან ციკლს. ეს ცოტა რთულია, რამაზ პატარიძესთან არის ეს კარგად დაწერილი წიგნი ასომთავრული, იცით თქვენ, ანუ 522 წლიანი ციკლი იყო ჩვენთან. და მოკლედ ეს ცოტა ღამად წაგვიყვანს და ეს მოდი სულად დავიბნეთ, აქ აღარა მაქვს ეგენი განხილული, რომ მარტო ცოტა ჩვენთვის გასაგებენაზე ამოწერილი ფაქტები მოვიყვანე, რომ უბრალოდ ჩვენ ამას მივხვდეთ, რომ რამხელა საიდუმლოებებია, რომ გაოცებულები დავრჩეთ. ასევე იცოდნენ განზომილებები. აი ხა მაგალითად ჩვენ სადაც ცხოვრობთ, ჩვენს კოსმოსურ განზომილებას იცით, რომ სამ განზომილებიან სივრცეში ცხოვრობთ. აი როგორც მაგალითად ოთახს ესე ზომავენ სიგრძე, სიმაღლე, სიგანე, ჩვენი განზომილება არის დრო, მატერია და სივრცე. აი ეს არის ჩვენი სამი განზომილება. ნახეთ ახლა ბატონმა კახამ რა დაადგინა. რას უწოდებთ ჩვენ საფლავს? საფლავს უწოდეს ჩვენმა წინაპარმა სამარე. ანუ სამი არეო. არე ამ შემთხვევაში განზომილება. ესე იგი ნახეთ, ესე იგი სამარით მთავრდება სამი განზომილებიანი სივრცეო. და გადავდივართ მეოთხეში, ამიტომ უწოდებთ 3-4. ნახეთ როგორ აი ქართული ენაში ეს საიდუმლო თავის თავში არის ჩადებული და კიდევ მეორე სამარით მთავრდება, სამარი ანუ საფლავია ჩვენთვის
3 არ ემთავრდება, ანუ 3 განზომილებიანი სივრცის ცხოვრება დასრულდა შენთვისო, მაგრამ 3 არიდან გადავდივართ მეოთხე განზომილებაში. მეოთხე განზომილება უკვე მარადიული განზომილება. 3-4 ქვია. აი, ამას მეტყველებს ქართული ენა. სიტყვა სამყარო აღნიშნავს მყარი სხეულების გარემოს, ესე იგი, მათ იცოდნენ არამყარიც, ანუ მატერიალურიც და არამატერიალურიც. აი, აქაც. მხოლოდ გონება ჩამორჩენილი თუ იფიქრებ, რომ ზემოთ მოყვანილი ყველა მტკიცებულება უბრალოდ დამთხვევაო. აი, უკვე რამდენი რამე ვთქვით. მე ამასაც მოვიყვან ხოლმე. აი, ზოგადად ხო ამბობთ ხოლმე, რომ პირველი ადამიანი არის ადამი. კაცთა მოდგმას თავის სახელი ხო აქვს, აი, ქართველი ადამიანს ეძახის კაცთა მოდგმას. რუსულად თავისი სიტყვა აქვს, ფრანგულად თავი და ასე შემდეგ. მაგრამ სიტყვა ადამი ხო არსებითი სახელია და არ უნდა დაიკარგოს. რა ენაზეც გინდა გადავთვალოთ, ადამი უნდა იყოს, ხო ადამი. მაგრამ ერთადერთი ენაა ქართული ადამიანი, ანუ კაცთა მოდგმის დასახელება ადამიანს რო შეიცავს. ადამიანი, ანუ ადამი ამაში. არც ერთ ენაში კაცთა მოდგმის სახელში ადამი ნახსენები არ არის, პირველი ადამიანი. ესეც მეტყველებს ჩვენს ძირძველობაზე და ჩვენს საიდუმლო ცოდნაზე. კავკასიურ იბერიულმა მოდგმამ იცოდა ადამიანის ძირითადი დანიშნულება, რომ ის იყო დამაკავშირებელი რგოლი მატერიალურ და არამატერიალურ, ანუ მესამე და მეოთხე განზომილებებს შორის. ასევე იცოდა მოლეკულური სტრუქტურა, ადამიანის აგებულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დნმ-ის კოდი. დნმ იცით, რომ აი ახლა ხანს ამ საუკუნეში მიღწეული ალბათ ყველაზე დიდი მიღწეული მეცნიერული საიდუმლოებებია, როდესაც დნმ-ის კოდის წაკითხვა მოხდა, გამოკვლევა მოხდა. და ბატონი კახანტი იძახის, რომ ისეთი ცოდნაო ჩადებულიო მოლეკულური სტრუქტურის, რომ ესე იგი წინასწარ იცოდნენ, ანუ მაშინაც იცოდნენ ეს საიდუმლო. ახლა ნახეთ როგორ თანამედროვე მეცნიერებისათვის ცნობილია მიკრო და მაკრო სამყარო. მიკრო არის ყველაზე პატარა, ანუ მოლეკულური და ატომური და ასე შემდეგ, მაკრო არის ყველაზე დიდი. მიკროსკოპებით აკვირდებიან, იცით თქვენ და ძალიან უმცირესაც კი იქ მოკლედ აკვირდებიან. მაკრო კიდე ნიშნავს, რომ მთელ პლანეტებს და კოსმოსურ ცოდნას მოიცავს. ეხლა ნახეთ რა საოცარი რაღაცაა. თურმე მიკრო და მაკრო სამყაროების განლაგების სტრუქტურა ერთი და იგივე ყოფილა. წარმოიდგინეთ, ანუ კოსმოსი რა სტრუქტურითაც არის შექმნილი, ყველაზე პატარა მოლეკულა ზუსტად იგივე სტრუქტურით არის შექმნილი. რა გასაკვირია, ერთხელ თამაზ გველუკაშვილს ეს რო უთხარი, აი ხო საოცარი რამე თქვიო, მაგრამ ოდნავადაც არ გამკვირვებიაო და რატო? და ღმერთი შექმნილი არ არის. და ღმერთი ჰარალოზე ყო არ შექმნიდაო. ანუ ნახეთ რა საოცარია. ყველაზე პატარა რაც არის ადამიანში შიგნით არსებული მოლეკულები და ატომები, იმის სტრუქტურა და ყველაზე დიდი კოსმოსის სტრუქტურა ერთი და იგივეა. შემოდი ვიფასებ. ეს ახლა დნმ-ის ანალიზის წაკითხვამ დადასტურა ეს ფაქტი. მაგრამ ჩვენ კიდევ ვიძახით, კაცო, ღმერთი შექმნილია, რა გასაკვირია, რომ ასე იქნებოდა. მაგრამ ნახეთ, ბარემ წავიკითხავ როგორ არის. ცენტრში ვარსკვლავი, ირგვლივ პლანეტები და ატომის ცენტრშიც ბირთვი, ატომი არის ყველაზე პატარა. ბირთვი, მის გარშემო ელექტრონები. ზუსტად იგივეო. ვარსკვლავთა სისტემების ერთობლიობა ქმნის გალაქტიკას. ატომთა ერთობლიობა კი ქმნის მოლეკულას. ნახეთ, ანუ როგორი სტრუქტურული განლაგებაც აქვს ერთ გალაქტიკას, ისეთი სტრუქტურული განლაგება აქვს ერთ მოლეკულას. როგორი სტრუქტურული განლაგებაც აქვს მთელ სამყაროში არსებულ გალაქტიკებს,
ისეთი სტრუქტურული განლაგება აქვს მოლეკულებს ადამიანში. ანუ ერთ ადამიანში მთელი სამყაროა ჩადებული. ამიტომ არის რომ აი ღმერთმა ხო ადამიანში თავისი მსგავსება და ხატება ჩადო. და ატყობა ამაში ჩადოთ ამ მთელი ცოდნა, მთელი სამყარო ცოდნა ჩადო. და რა გასაკვირია რომ მასე იქნება. ჩვენი galaktika სპირალურია, აი ესე დახვეული, აი ესე სპირალური. როგორც ჩვენი DNM-ით ზუსტად დახვეული ყოფილა. და მასში დაახლოებით 200 მილიონი ვარსკვლავია. DNM-ში კი 200 მილიონი ნუკლეოდიტი, რაღაცა ესეთი. თანამედროვე კაცობრიობმა ეს ცოდნა მაღალი ტექნოლოგიური საშუალებით მიიღო. გასაგებია. მაგრამ საიდან იცოდნენ ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპრებმა? უდავოა რომ მათ ეს ცოდნა მოჰყვებათ ედენიდან და ადამიანისგან პირდაპირ გადმოეცემა შთამომავლობით, რადგან ადამი იყო სამყაროს შექმნის სათავესთან და ეს არსებობდა მის მეხსიერებაში. ის პირველი ენაც ამბანთან ერთად გონებით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ასე მოაღწია კავკასიელ ქურუმებთან, თანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი ზესამყაროსთან. ანუ ესე იგი ღვთაებრივი ცოდნაცო ჰქონდათ. ეხლა ეს რომ ძალიან დაუჯერებლად არ მოგეჩვენოთ, მე ქებაი და დიდებაის ქართულისა ენისაიში ერთ პატარა ფრაზას გაგახსენებთ და უფრო ადვილად დარწმუნდებით, რომ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებასთან ახლოს არის ბატონი კახას მოსაზრება. დაუკვირდით როგორ წერია. ესე იგი ყველა ადამიანი თავიდან ერთ საერთო საღვთო ენაზე საუბრობდა. ეს ბიბლიაში გვიწერია. ეს იყო საღვთო ენა, რომლითაც ღმერთი ქმნის სამყაროს, რომელიც ესაუბრება ღმერთი ამენით ადამიანს, პირველ ადამიანებს და ასე შემდეგ. ეხლა უყურე, რა საოცარი სიტყვაწერი. ხო, მე გახსოვთ გითხარით, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა ქართლის ცხოვრებაში და შემდეგში უკვე არც ერთში აღარ წერია. გახსოვთ, ლალი მასწავლებელო, თქვენ რო იპოვეთ რაღაც ქართლის ცხოვრება, აი რო ეძებდით რა, ექვთიმესეული გამოცემა. ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, რომ პირადად მინდა წავიკითხოთ ჩემი თვალით. იქ პირდაპირ წერია თურმე რომ ქართველები აი ჯერ ერთი საერთო საღვთო ენაა და ამ დროს იწყება ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. ქართლის ცხოვრებაში თურმე ეწერა, რომ ქართველებმა უარი თქვეს ამ მშენებლობის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაზე და თქვეს, რომ ეს არ იქნება სათნო ღვთისთვის. და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ კრეხელობაა რა, ეს ნიშნავს ღმერთს უნდა გაეტოვო. აბა, ლუციფერმა სხვა კი არაფერი გააკეთა, ღმერთობა მონიდო. ამიტომ ქართველებმა უარი თქვეს ამის მშენებლობაზე, გამოეყვნენო ამათ და დასახლდნენ კავკასიის ძირში, აი ასე წერია. ეხლა რას ნიშნავს? ამ დროს ბაბილონის მშენებლებმა განიცადეს აღრევა ენათა, აღირია პირველი საერთო საღვთო ენაო წერია. აღირია და სხვადასხვა ენებად დაიყო. მაგრამ ვინაიდან ქართველები იქ აღარ იყვნენ, ესე იგი ქართულმა ენამ შეინარჩუნა ძველი ენა და არ აღრეულა ჩვენი ენა, იმიტომ არ დავისაჯეთ თქვენ, არ მივიღეთ ბაბილონის გოდოლში მშენებლობაზე მონაწილეობა და შევინარჩუნეთ ის პირველი ენა. და ეხლა უყურე აღრევის მერე მარტო ქართული ენა დარჩა ასეთი და ამიტომ ასეთი საოცარი წერია საიდუმლო ქებაი და დიდებაიში, რომ მეორედ მოსვლა მოხდება ქართული ენით. ეხლა თავიდან რა თქმა უნდა ეს გამოუგნებლად ჟღერს, რომ აუ ესე იგი ჩვენ რაღაც ცოტა ამპარტავნულათაც, რომ რამდენი კარგი ენაა, ხო? ხო და რაღა ქართული ენით მოხდება, მაგრამ ეხლა უკვე საიდუმლოს მივადეგი. თავიდან ყველა ამ ენაზე საუბრობდა, იმიტომ ეს იყო საღვთო ენა, მაგრამ როცა აღირია ბაბილონის გოდლის მშენებლობაზე ენა, ქართველები განუდგნენ ამ მშენებლობას, ესე იგი შეინარჩუნეს ის ძველი ენა და რა გასაკვირია, რომ ბოლოს მეორედ მოსვლა მოხდეს საღვთო ენით. მაგრამ ეს ის საღვთო ენაა. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ეს ენა იმ საიდუმლოს ინახავდეს, რა საიდუმლოც ადამიანში ჩადო ღმერთმა და გადაეცა თაობიდან თაობას. თუნდაც ადამიანი რო ქვია კარსტამოდმას, აქაც
მეტყველებს. აი ამის ცოდნა უნდა და დნმ-ის ანალიზებმაც ესე იგი ეს საიდუმლო აჩვენესო. ამაზეა. უდაროა რომ ხო ეს უკვე ვთქვი, ქართული ანბანი უდიდესი ფენომენია. ის მსოფლიოს ყველა საოცრებაზე მაღლა მდგომია. უფალი გვეუბნება სასუფეველი თქვენშია. დაუკვირდით, ესაც სახარებაში წერია, სასუფეველი თქვენშიაო. ეხლა აქ ნახე, მეცნიერმა როგორი ფორმით შემოატრიალა ეს სიტყვა. ანბანური ცნობიერების საწყისით მოსაპოვებელი ინფორმაციები ადამიანისა და არსთა სამყაროზე თქვენშიაო. ანუ შენს შიგნით არისო, შენს საიდუმლო გენეტიკაში დეოსო რა. აი ამას გულისხმობ. ანბანური ცნობიერების ხო, ეს ინფორმაციები თქვენში გენეტიკური წერილით დეოსო. ანუ გენებში გვიდევს. გენეტიკა მიცის ეს წერილი, მაგრამ წაკითხვის ენა არ იცის. ჩვენ ახლა წაკითხვის ენა დავკარგეთ. ეს იცოდა ადამიანმა, ეს ალბათ იცოდა კიდე დიდმა პირველმა ადამიანებმა, მაგრამ ჩვენ აღარ. ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ვამტკიცოთ გენეტიკური წერილს წაიკითხავს ქართული ენა და დამწერლობა. ეს უკვე ბატონი კახას მოსაზრებაა. იმიტომ რომ თავის დროზე ეს დამწერლობა აღებულია ღმერთის მიერ დაკანონებული გენეტიკური წერის მოდელიდან, ანუ ქართული დამწერლობა არსთა სამყაროს ბუნებრივი ინფორმაციული წერიდან გადამოღებული დამწერლობაა. დადგება დრო, როცა ბიოლოგიურ წერილს კაცობრიობა წაიკითხავს ისე, როგორც ვკითხულობ ახალ წიგნებსა და გაზეთებს. ამ საიდუმლოს გარკვევაში დიდ როლს სწორედ ქართული ენა და დამწერლობა შეასრულებს. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას დიდ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, რითაც საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს. ეს ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის საჭირო გახდება, როცა მსოფლიო დაინახავს, რომ ქართული ენა და დამწერლობა ამ წერილის წერის მოდელს იცნობს და მიჰყვება, მაშინ მოუწევს ამ უდიდესი ფენომენის აღიარებას. ეს როცა უკვე ფაქტებს დავდებთ, ეს ფენომენი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს და აღასრულებს კიდევ წმინდა წერილისეულ სიტყვებს იბერიას კაპწყინების მარცვალი ქართულ ენასა და დამწერლობაში დევს. მსოფლიო მიეჩვია ქართული ენის დამახინჯებული სიტყვით სადიდებას და იძახის ის ესე ამინ. ეს ასე არაა. უნდა ვისწავლოთ, სწორედ არის ამენ. იყოს ნება ღვთისა ამ ენითო. ანუ სწორი არის ამენ. სხვათა შორის ძველ საკითხავებში ამენ წერია. აქაც ანუ ამენით მოხდება, ამ ენაში არის ჩადებული გენეტიკური საიდუმლო. ადამიანი წარმოადგენს სულისა და სხეულის ერთობას. დღეს არც ბიოლოგიამ და არც სასულიერო სწავლებამ არ იცის ამ ერთობაში სად ზის სული. აი გეტყვით მაგალითად, სხვადასხვა მოსაზრებებია, რომ ამბობენ, რომ ხევსურები მაგალითად ამბობენ სისხლშიაო სული. არის ესეთი ვერსია, რომ თავის ტვინშიაო და რითი ამტკიცებენ, იცი? აი წმინდანებს ხო აწამებდნენ ხოლმე, მაგრამ თუ მე აღდგებოდნენ ხოლმე, იცით თქვენ, რომ წმინდა გიორგი რამდენჯერ აწამეს და ღმერთმა აღადგინა. მაგრამ თუ თავს ყვეთდნენ, თავ მოკვეთილის აღდგენა აღარ ხდებოდა. ამიტომ ერთ-ერთი ვერსია არის, რომ თავის ტვინშიაო ვითომ. ხო და ეხლა აქ რას ამბობ? ქართულმა ენამ კი იცის ეს საიდუმლო, ერთადერთმა ენამ. და თავის თავში მალავს ამ საიდუმლოს. ქართულმა ენამ იცის პიუჯრის გამოსახვისას, აი როცა ვიცე სახელთა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა ორი ღერძის გადაკვეთის ადგილს მხოლოდ ქართული ენა უწოდებს სასულეს. აი ეს არის სასულე. აი სასულე სიტყვა არც ერთ ენაში თურმე არ არის. სასულეში გადამწდაო, რო იცით ხოლმე, აი ქართულის მიხედვით აი ეგ არის, აი სული, აი სადღაც აქედან რა. ხო, სწორედ აქაა განთავსებული სული, ადამიანის მე. სწორედ ამ მეს თავისი ფუნქციებით კარგად იცნობს ქართული ანბანური საფუძვლება. როგორც ხედავთ, ჩვენი წინაპრები ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ ამ საკითხში. გენიალურმა შოთა რუსთაველმა
უნივერსალური მატრიცის, იგივე გენეტიკისა და ამბანური პრინციპების ცოდნა გამოავლინა მის უკდავ პოემაში ვეფხისტყაოსანი. რუსთველი ფლობდა ქურუმთა ცოდნას, აი იმ პირვარდეს რა, გენეტიკურ ცოდნას, მისი შედევრი არ არის მხოლოდ სიყვარულის ბალადა, მასში ჩადებულია საკრალური ცოდნაო. აი ესე ვამთავრებთ, ბატონი კახას დიდი წიგნები აქვს გამოცემული, შორს წაგვიყვანს ესა, და მე ბოლოს რა გამახსენდა, რომ აი ფეხით მოსიარული რო იყო მამა გიორგი ბასილაძე იმერეთში, ხო გახსოვთ, მომლოცველები დავდიოდით ხოლმე, ჩვენც არაერთხელ ყოფილვართ და სხვათა შორის მრავალი სასწაული ჩვენ თვალწინაც მოახდინა, ამას გულწრფელად მე ვაღიარებ, და მართლა მჭვრეტელი კაცი იყო, დიადი კაცი იყო და ერთ-ერთი რასაც ის იძახდა, ვეფხისტყაოსანსო ჩვენო წაკითხვის გასაღები დავკარგოთ. იქ არისო დიდი საიდუმლო ჩადებული, ეს არ არის უბრალოდ ნაწარმოებიო, უბრალოდ ქართველმა ერმა დაკარგა მისი სწორედ წაკითხვის გასაღებიო და მეორედ მოსვლის წინ ღმერთი დაგვიბრუნებს ამ საიდუმლოს, ჯერ ჩვენ გავოგნდებითო, ეს რა ყოფილაო, აი სახტად დავრჩებით და მე მთელ სამყაროს სახტად დავტოვებთო, როცა ჩვენ მთელ სამყაროს ამ საიდუმლოს გავაცნობთო, აი ეს გამახსენდა უბრალოდ ახლა და ეხლა ეს რა თქმა უნდა მეცნიერული ვერსია და მინდა გითხრათო მაეხლა რაც ამან თქვა, არის კიდე სხვადასხვა მეცნიერები, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობის დროს აი ამ მეცნიერულ კვლევებამდე მიდიან, მაგრამ ყველა აი 10, 20 თუ 40 მთელ მსოფლიოში ყველა ოღონდ ერთ საერთო აზრზე მიდის, რომ ჩვენში არის უდიდესი საიდუმლო ჩადებული, უდიდესი ცოდნა, უდიდესი ღვთაებრივი მადლი და წყალობა ღვთისგან მონიჭებული და ნება უფალს, რომ აი რომა კიდე სხვათა შორის ამბობდა, რომ ყველაზე გენიალური, ჩვენ ხო მრავალი რამ მოხდა უფალმაო, მაგრამ ყველაზე გენიალური და უნივერსალური ჩვენი ენაა, ესე ამბობდა და აი რა ბედნიერები ვართ, რომ არა მარტო მართლმადიდებლობა შემოვინარჩუნეთ, ჩემო ძვირფასებო, შევინარჩუნეთ 21 საუკუნეში, ქართული ენა შევინარჩუნეთ. ეს ისეთივე სასწაულია, როგორც ჩვენი ქრისტიანობის დაცვა. ხო, თავისთავად ენა უფრო ძველია, იმიტომ რომ აგერ 540 წლით ქრისტეს ხანამდე. წარმოიდგინეთ, როდინდელი კულტურაა და რაოდენი ცოდნა აქვს ჩადებული და რამდენი საიდუმლოა ჯერ კიდე ჩვენთვის უცნობი და გამოუკვლეველი. ეგრე რომ ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთ ძალიან კარგ აზრამდე მივდივართ, რომ როგორი დიდი, ესე იგი, საღვთო სიბრძნეა ჩადებული ჩვენთან, დიდი ტალანტი, დიდი მადლი და რომ ნელ-ნელა თან, აი თითქოს დაიცრა ეს რაღაცა ყინული და ნელ-ნელა როგორ ტივტივდება უკვე ზედაპირზე ჩვენთვის მოულოდნელად. აი როგორც წერია, როგორც 3000 წელი მკვდრები რო იყვნენ და აი ჩვენ თვითონ რო გებულობთ, ვა, ეს რა ყოფილაო. ბოლოს ასე დავამთავრებ, რომ ერთი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი უცხოელების გაკეთებული. 10 წუთიანი ასე რუბრიკა დაიწყეს, ყველაზე საინტერესო და აი მრავლის საიდუმლო მომცველი ერები ვინ არიან დედამიწაზე და ასე მთავრდება. იქ ილაპარაკეს ქართულ ღვინოზე, ქართულ ქვევრზე, ილაპარაკეს ჩვენ დამწერლობაზე, ილაპარაკეს ჩვენ ქრისტიანობაზე, მოციქულები რო შემოვიდა რაღაცა და ბოლოს მთავრდება. ბოლო წუთი ასეთია. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სოფლიო რუკაო რა და აჩვენებ. აი ხა ეს პატარა ქვეყანაო, აი აქ არისო და აჩვენეს რა, აი აქ არის. და ამათ იგივე ყველა დროის რუკა რო განვიხილოთ. 9 დიდი იმპერია იყო საქართველოს გარშემო. 9 იმპერიის მიზანი იყო სრული მოსპობა საქართველოსში, თავისი კულტურის, თავისი სარწმუნოების და თავისი სრული გენოციდით. 9 იმპერიის. აქ იმპერიებზე, რომის იმპერიებზე, საბჭოთა კავშირის დიდ იმპერიებზე, ოსმალეთის იმპერიებზე, დიდ იმპერიებზეა ლაპარაკი. და ეხლა დღესო
ამ ცხრიდან არც ერთი არ არის რუკაზეო. არც ერთი. საქართველო ისეთი პატარაო და ესე მთავრდება და რაღაც ბანკარი ვარდება და ამაზე მეტი სასწაული რა გითხრათო და ეხლა მე ამას დავამატებ. საქართველო მარტო წარმოდგენილი კი არ არის რუკაზე. ქართული იდეით არის წარმოდგენილი. რაც მოიცავს ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ისევ მართლმადიდებელი წვენით მოვდივართ 2000 წელი სისხლითა და ოფლით მოვიტანეთ ჭეშმარიტი სარწმუნო. ეს არის ჩვენი მთავარი ღირსება. მეორე, აი ისევ ქართულ ენაზე ვმეტყველებთ. შენარჩუნებული გვაქვს ასომთავრულიც, ნუსხა ხუცური დღესაც წირვები მიდის, ქართული გალობით მიდის, ქართული ენით მიდის წირვალოცვები და ისევ ქართული ტრადიციებით მიდის ცხოვრება, რომ ის რომ ჩემმა შვილმა უნდა ქალწული შეირთოს, ეს ტრადიცია ისევ აგვაქვს ოჯახში, მე რომ ქალწულად უნდა შვილი გავათხო, სასიძო რომ მომივა, ეს ტრადიცია დღესაც საქართველოში ცოცხლად არის დაცული, ის რომ პატიოსნება, წესიერება, კაცთმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა, სამშობლოს სიყვარული და ჩვენი მიწის სიყვარული და ჩვენი კუთხის სიყვარული და სოფლის სიყვარული დღესაც გაგვაჩნია ხალხო. როცა ოჯახები ინგრევა, კულტურა, ტრადიცია, ღვთაებრივი წესები საერთოდ გადაგვარდა, გადაჯიშდა, ჩვენა ესე და თან რას მოვესწარით ახლა? ეს რა საოცარი რამ ვნახეთ დედამ 21 საუკუნეში ასეთი სიყვარული დღესასწაული გეა სპექტაკლი რო დაგედგა და მილიარდები გადაგეხა და ამას ვერ დადგავდი ადამიანი ერთი ერი საერთო სიყვარულით როგორ დადგა ფეხზე და ესე იგი თანცრემლი ჩამოსდიოდა თან ეს არ იყო გლოვა წარმოიდგინეთ რა საოცრება ხალხი გაბწყინებული სახეებით იდგა ზოგი დაიბნა კიდეც და იძახდა რომ რა აცინებს ამ ხალხს იმიტომ რომ არ გვეტირებოდა რა იყო საპირე გახარებულები ვიყავით, გაბწყინებული ვიყავით, შეკრულები ვიყავით, აი რაღაცა სეიმივით დაკრძალვა არ ქვია, დაკრძალვა ვიცით რაც არის, დაკრძალვაზე ნამყოფები ვარ, მაგრამ აქ რა ვიხილეთ? როგორც ოჯახის წევრი, ყველა ერთმანეთს ეუნდებოდა ვიზიარი. წარმოიდგინე ოჯახში ხო ესეა, დედა მამას ეუნება, მამა დედას ეუნება, შვილი მამას ეუნება, მამა შვილს ეუნება, ვიზიარი, იმიტომ ოჯახის წევრია და ყველა ჩვენც ყველა ვეუნებით ვიზიარებ, მაგრამ ეს გლოვა არ იყო. ეს იყო სიყვარულის დღესასწაული, აი და ყველას გულში ქონდა როგორც ერთიანი განცდა, ჯერ ერში დადგა ერთიანი მამის განცდა და მე ამ განცდამ ოჯახებში გადაინაცვლა და ეხლა უკვე იწყება პერიოდი, რომ გულში გადმოინაცვლა ამან. ეგ საერთოდ მითიური რაღაცა მითიური სუნთქვა, აი როგორც ქართლის ცხოვრება ხო მითიურად არის სუიძახით დაწერილი ქართლის ცხოვრება. აი პატრიარქმა თავისი სახელი ქართლის ცხოვრებაში მითიურად შეიტანა. იქ როგორც წერია ფარნავაზი რატო ახსენეთ? ფარნავაზმა მარტო ერიკი არ გააერთიანა თურმე. ფარნავაზის დროს რამას პატარიძემ მასწავლა ეგაც. თურმე თლიანად იყო სპარსულ ენაზე გადასული საქართველო. და იცით რომ ამ დროს სპარსული გავლენა იყო და სპარსელების მოყვანილია თვითონ კაცო მირიანიც და ამ დროს მირიანი ესე იგი დავათის ქვახატზე მინდა გითხრათ რომ გამოსახულები არიან ფარნავაზი და მირიანი საოცარია საიდან თურმე ფარნავაზი როგორც დამფუძნებული პირველი ქართული წერა-კითხვის სკოლის ასულ ფარნავაზის დროს დაიწყო წერა-კითხვა და მირიანის დროსაც იყო სპარსული გავლენა და თითქმის ქართული ენის გადარჩენა შეუძლებლად ითვლებოდა და მირიანმა მართლმადიდებლობა რო ირწმუნა გადაწყვიტა რომ ის ქართულზე დაბრუნებოდა ერი და მიუხედავად სპარსული შემოტევისა თლიანად გააქართველა. ამიტომ ესე იგი ეს არის გადამრჩენელი ქართული ენის და დღეს რო ეს გადაჭა დავათის ქვახატზეა ეს ელამადა წარმოდგენილი. ეგ ცალკე თემა, მაგაზე მე ვისაუბროთ და ფაქტი სახეზეა რომ ეს საოცარი დღე თურმე ჯერ კიდევ შეგვიძლია ასეთი საოცარი ესე იგი სიყვარულის გამოხატულება, ასეთი
ერის შვილის გაზდა შეუძლია ერს, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი, იმიტომ რომ ის ჩვენი წიაღიდან წამოვიდა და ამით ყველა გამხნევდით, რომ საქართველოს არ მომკვდარა ფეხზე დგა, იმიტომ რომ ასეთი შვილი შვა და ასე შეიყვარა ერმა. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია სიყვარული და ჩვენი დარწმუნებული ვარ ეს დღე დაედება საფუძვლად ივერის დიდ გაბრწყინებას და ჩვენს დიდ გამარჯვებას. მადლობა. საოცარი გაკვეთილი იყო ლექსო მასწავლებელო, მადლობა თქვენ მშობლებს, რომ ასეთი შვილი შვა თქვენმა მშობლებმა და 1-20 გვჭირდება ჩვენს ქვეყანას და საკმარისია, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აბსოლუტურად გაიხარით. ლექსო მასწავლებელო, ერთი უნდა გირჩა დღეს თქვენი ფილმი ლაზარეს ენას ვაყურებინე, თემა გქონდა დასამუშავებელი ბავშვებს რაღაც საკონკურსო თემა და იქიდან რაღაცები ამოვიღე და ჩავწერე თუ რა ვიცი მოხდება თქვენ ხეში რაღაცები გამოვიყენე ჩვენ იქიდან და აი დღევანდელი გაკვეთილიდან შემიძლია კიდევ უფრო გავაფართოვო და უფრო გავალამაზო, შემიძლია კიდე რაღაცები დავამატო და ნახოთ რა მოხდება ის. ენასთან დაკავშირებით ტარდება რაღაც კონკურსი და ესეთი რაღაცა გამოვიმოქმედეთ. აი ჩვენთვის როგორც შემოდიფასებო კვართი არის უკვდავი და განუმეორებელი თემა და პირველი თემა, ღვთისმშობელია, მცხეთის ჯვარია, ქართლის ცხოვრება, ასეთივეა ენა. და რა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დღეს თან დაცული ბოლომდე, რა თქმა უნდა, არ ვიცით, ამას უნდა დიდი კვლევა და დიდი შრომა, მაგრამ თავარია ხო გვაქვს ეს ყველაფერი და უკან ემელა ჩემი აზრით დაიწყო ამის გამომზეურება და კიდევ ალბათ უფრო უკეთესობა იქნება. მადლობა. თუ არა და აგერ ბავშვები გვეძებიან, მოსწავლეები, შვილები, ეს ყველაფერი რამას პატარიძე რას ამბობდა იცით? ეხლა მე რაც გავაკეთეო, ეს არაფერი არ არისო. აი პირდაპირ ამბობდა, ეხლა უნდა შეიქმნას კომისია, აქ უნდა მთავრობა ჩაერთოს, ამ კომისიაში უნდა შევიდნენ ყველა მიმართულების სპეციალისტებიო და ასე უნდა საფუძვლიანი კვლევაძიებით ხელახლა შესწავლა მოხდესო. იმიტომ მე რაც გავაკეთე, ეს არის მხოლოდ დასაწყისიო, ეს არ არის დასასრულიო. და აგერ მე გეტყვით, რამას პატარიძის გარდაცვალების შემდეგ წაიკითხეს გივი მასწავლებელო, აი მცხეთიდან რო გავდივართ, იქ რო წარწერა კასპისკენ. კასპისკენ იმ წარწერამ რამას პატარიძე რას ამბობდა იცით? ესე იგი 2 ანბანური კალენდარიაო, 2 ანბანური დამწერლობა, აი ამ სიტყვით იხსენე, ფინიკიურ, ებრაული და ქართულიო. რამას ასე მიაჩნდა კვლევით და მეცნიერულად, რომ ფინიკიურ ებრაული არის დედაო, ანბანური დამწერლობა, ანუ საფუძველი. მაგრამ იგივე ებრაული რა, სემიტური, ასე ქვია და მაგრამ ის არის მთვარის კალენდარულ სისტემაზე აგებული. ანუ ეს ცოდნა მთვარის კალენდარულ სისტემაზე აგებული და არ არის სრულყოფილი. და იმას მიაჩნდა, რომ ეს შეისწავლეს ქართველებმა და მე სრულყვეს და მზის კალენდარული სისტემის ცოდნაც შეისწავლეს და ორივე ჩადესო. ანუ სრულყოფილი მარტო ეს არისო. ოღონდ იმას დედა თავარი მიაჩნდა ფინიკიურ ებრაული. და გრაკლიანის წარწერა მაიგივი მასწავლებელს უთხარი. დაამტკიცა, რომ ქართული ანბანი ფინიკიურ ებრაულზე ძველია. ანუ რა აღმოჩნდა? ეს ოღონდ ბატონი რამაზის გარდაცვალების მერე მოხდა ეს ფაქტი. ანუ კიდე ახალი აღზევება მოხდა ქართული ენის. ესე იგი რას ნიშნავს? ქართველებს ჰქონდათ სრულყოფილი ანბანი, სადაც ჩადებულია მზის კალენდარული სისტემა, ცოდნა და მთვარისაც და აქედან აიღეს, ოღონდ მთვარეზე გამართეს ფინიკიურ ებრაელებმა. უფრო ლამაზად დაჯდა ესე. ანუ ეს თემაც საკვლევია და ჯერ ბოლომდე მისაყვანი მოკლედ რა. უამრავი საიდუმლო და სასწაული კიდე წინ გველის. უბერგაუფას სხვათა შორის ეს კახაბერ ჭიღლაძე ყვავდა მოყვანილი რუსთავში დაახლოებით 1-5-6 თვის წინ. და ერთ საინტერესო რამ გააშხერა. აი ხა ამ მეცნიერ კვლევებზე ეს ესეთი რამ, რომ ჩვენო უკვე იმდენი ცოდნა დაგვიგროვდაო,
რომ სოფლიო ამ კულტურის ცენტრი ავის ადააქვთ, იქ უნდა გადავცეთო, რომ საქართველოს ნაკრძალად გამოცხადდეს მთელი მსოფლიოსიო. და ნაკრძალად თუ გამოცხადებაო, ეს იმდენ რამეს დავდებთო, რომ თავისუფლად შეიძლებაო. და ესე იგი, აქ არ უნდა გავარდეს თოფიო, ეს უნდა იყოს კულტურული ცენტრი მთელი მსოფლიოსთვისო. და მოდიო ეს ამუშავოთ თუკეო რა ამ წერილსო, რომ ავიც არადგინო სათითონიციანი ხომ მეცნიერება ესეთი ბოლო მოსაკრება ნაკრძალად გამოცხადეს ქართული კულტურა მთელი მსოფლიოს ნაკრძალად რაღაც ესეთი ვერსია. მამაზაქარია აბა თქვენს შეგვაციეთ. მოგესალმებით ამშვიდობისა. ერთად აგლოცოთ. ილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. დღეს ყველაზე დიდი დღე ერთ-ერთი. კონდა დღეს გაკვეთილი ამასთან დაკავშირებით. პარაკლისი პანაშვილი და მე ამ თემაზე მქონდა გადაგება და წეგან აღნიშნავდით და დღეს ახლა თავარი თემა და თავარი საკითხი ჩვენი უწმინდესის შესვენების საკითხია და წეგან საუბრობდით და როგორად ჩვენი ისა რა ქვია დამოკიდებულება ზოგადად ამ თემაზე ხო არავის არ შეუძლია ბოლომდე გამოთქვას ის შეგრძნებები, ის ემოციები თუ ის რა ვიცი დამოკიდებულება რაც ხდებოდა მართლა უწმინდესთან მიმართებაში და მე ესეთი აზრი მომივიდა და ახლა ფიქრობდით ხო რომ საუბრობდით რომ ნახე ზუსტად იმ წმინდანთა ცხოვრება გამახსენდა და პირველ რიგში რაც გამახსენდა ღვთისმშობლის მიძინება გამახსენდა და დაუკავშირე იმიტომ რომ ღვთისმშობელი მიიძინა და მე ასე ვფიქრობ რომ ჩვენმა უწმინდესმაც მიიძინა ხო და მე დაუკავშირე ის რომ ჩვენი ქრისტიანული ზოგადად დღესასწაულების აღნიშვნა რას უკავშირდება ყველაზე მეტი წამებას და გარდაცვალებას ხო და აღნიშნავთ და ხა წარმართებისთვის და ასე თქვათ წარმართულად მოაზროვნე ადამიანებისთვის გაუგებარია რა კაცის სიკვდილს რატო აღნიშნავთო ხო მაგრამ წელი სიდიადე სწორედ ქრისტიანობის და ქრისტიანული სარწმუნოების არის ის რომ ჩვენ ასე თქვათ ჩვენთვის სიკვდილი არ არის სიკვდილი როგორც ისეთი განმარტებით როგორცაც წარმართები ფიქრობენ ხო ჩვენთვის სიკვდილი არის დაბადება მარადისობისთვის ეს არის ყველაზე მთავარი და პავლე მოციქულიც კარგად ამბობს ხო თესალონიკეთა ეპისტოლეში ხო მანო არ აგნებავს უმეცრება თქვენი შესვენებულთათვის რაითა არ ასწუხდეთ ვითარცა სხვანი ანუ წარმართნი ამე თუ მათ არ აქვს სასოება და რათა ესე იგი რადგან ქრისტე მოკვდა და აღსდგა კუტრეთით ესე იგი ჩვენც უნდა აგვადგინოს კუტრეთით ამიტომ ქართველი კაცი და ზოგადად ქართველი არა მარტო ყველა მართლმადიდებელი მორწმუნე ცირად მორწმუნე თუ მეტად მორწმუნე ამ ყველაფერს ძალიან კარგად აანალიზებს რომ გარდაცვალება არ არის ტრაგედია და დასასრული და მით უმეტეს ხაზგასმით უნდა ითქვას ის რომ როცა უწმინდესის მსგავსი და წმინდა ადამიანები გადიან ამ ქვეყნიდან ჩვენ ბევრი სწავლება გვაქვს მამათა ცხოვრებაში პატერიკებში რომ პირიქით უხაროდათ კაცო და ერთმანეთს ეძახდნენ რომ ჩემი ძმა შეუერთდა ღვთის სასუფეველს და მოდით იხარებდეთ და მოდი გავაცილოთ გაკვეთილზე მოიტანეს მშობლებმა რომ პატრიარქის სასწაულები დაიწყო უკვე იმ კლინიკაში სადაც დაასრულა რა თავისი მიწიერი ცხოვრება 4 მომაკვდავი ადამიანი იყო და 4-ვე გადარჩენილა 4-ვე კარგად ყოფილა და ეხლა გამოვიდა რა ინფორმაცია ვიღაცა ქალი იძახის რომ შვილიო პატრიარქმა გადამირჩინაო მომაკვდავი იყო აქ რომ მოიყვანესო რა ეხლა მე ჯერ ვერ გეტყვით აი არ გამიგია რუსთავში დაუბრობდნენ და ეთქობა გავცელდა უკვე ხალხმა და მე მეორე თქვა კიო მეც გავიგეო და რაღაცა მთელი ამბავი და ნახოთ მოკლედ მე კი ერთიც არ მეპარება რომ ეს ფაქტები მოიმატებს და მოიმატებს და მადლობა ღმერთს სასწაული არ იყო ლექსო მასწავლებელო 12 საათი ვიდექი რიგში ანუ დილის 12-ის ნახევარი იყო რომ ავლაბრის მეტროსთან დავდექით
რას ლაპარაკ? და ანუ არანაირი მცდელობა არ მქონია რომ ან მოკლეზე ან რაღაცა გზებით დავდექით მივყევით დინებას და ღამის 12-ის ნახევარზე შევედით სუსტად ტაძარში არ ვიცი ეს არ იყო ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა ნამდვილად არ იყო მე გავიაზრე და მე გავაცნობიერე რომ ეს რა შევძელი, მაგრამ ეს ჩემ ზეცადან იყო ეს ძალა, ღვთისგან იყო. არ ვიცი, ეს რა დამემართა მართლაც. ესე შუადღე იქნებოდა, რომ გვერდზე გისოსები ხო არც იყო იმის საშუალება, რომ ვერზე გასულიყავი ან რაღაც და უბრალოდ ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ ნეტა მეთქი აგერი გისოსებს დაბლა ცემეტი ისე ხო არ არის, რომ ცოტა ხანს ჩამოვჯდე მეთქი. ეს ჩემთვის ავთქვი და თურმე გვერდზე კაცი მიდგას და აი საკეცი სკამი ქონია ესე კურტკა გადაფარებული ხელებში ეჭირა. მე არც დამინახია და რა ვიცი არც შემიმჩნევია და მე რო ეს ჩემთვის ჩავილაპარაკე მეგობარი გოგო თანამშრომელი გოგოსთან ერთად ვიყავი იმას უთხარი და ეს კაცი მეუბნება გინდა თო სკამი მოგცეთო ვაი მე გაოცებული შევხედე აიო ბავშვებმა დამაჭერინესო ბავშვებისთვის ქონდა წამოღებულიო და საწავიდნენ ის ბავშვებიო არც არიანდა და თუ დაჯდებითო აი ხო ძალიან პატარა აი საკეცი გამოვართვი და ნუ გაიწიეს იქით და დავჯექი სულ რაღაც მაქსიმუმი 10 წუთი მომიწია დაჯდომა რომ მე უკანდა რომ ხალხი მოგაწვებოდა უნდა ამდგარიყავი რომ ნაბიჯი გადაგედგა და იმდენად გამიჭირდა მე იმ პატარა სკამიდან ადგომა რომ მეორედ აღარც მიცდია რომ დავმჯდარიყავი მაგრამ ის 10 წუთით ჩემთვის ძალიან შვება იყო რომ ცოტა ხანს დავჯექი აი ესეთი რაღაც არ ვიცი ეხლა იმასაც გეტყვით რომ 12 საათი რომ არაფერი არ მომდომებია ხო რა თქმა უნდა კაცო ეხლა ხო ხდებით სასწაული ჩემ თავზე ვიგზენი მე სასწაული პატრიარქი ხო ძალიან თავდაბალი იყო და სასწაულებსაც თავდაბლურს ახდენს ეხლა ჯერ შეპარვით და დააცადეთ კაცო და არ გჭირდება ჩვენ ბევრი სასწაულები უბრალოდ ეს სასწაულები ჭირდებათ იბათ ვისაც სარწმუნოება აქვს ნაკლები ამიტომ ბევრი იქნება კიდე იმიტომ რომ ის იმდენად თავდაბალი იყო ყოველთვის რომ არ უნდა რაღაცა თავისი წარმოეჩინა ამიტომ იმას დიდი სასწაული რა არის რომ აი დასაფლავების დღის გარდა 5 მილიონი კაცი მივიდა როგორც დათვალეს რა მათემატიკაზე 5 მილიონი კაცი დასაფლავებაზე იყო 1.5 მილიონი მე აი თავი შეიკავა და შევიკავეთ და ვერ მივედით ხო თუ არა თელი საქართველო იქ იქნებოდა იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დავეტეოდით იქ კი როცა 3 მილიონი ვარ სულ და თითქმის ხო ნუ 2-ჯერ 5-ჯერ 4-ჯერ 3-ჯერ 10-ჯერ მივიდა ადამიანები და ახლა განმეორებით მიდიოდა ხალხი გუშინ ვიყავიო ჩემამრებმა მითხრა გუშინ ვიყავი 5 საათი ვიდექიო და აი ხლაც მოვედიო და დღესაც 5 საათი ვიდექიო გუშინ თუ იყავი არაო ეხლა გავიაზრეო რომ არ მეყო გაიგე გუშინ მარტო იქ რაღაცაო და კიდე მინდოდაო რაღაცა გამოხატეს ისა და ესე რომ ეს უკვე სასწაულზე მეტია რომ ის რაც მოხდა და რომ ის ყველა მართლა ვინც რაღაცა ზოგი კრიტიკულად იყო ზოგი რაღაცა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო ზოგი რაღაც უფრო მეც ითხოვდა ალბათ თუ რა ვიცი რამდენი ფიქრის და აზრის ადამიანი ეხა ვინ ესა მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ერთად მოვედით ყველა იქ აღარ არსებობდა აი რიქში ჩვენ ვიდექით ერთი დგომა და ჩვენი მრევლი და ჩვენ 1-2 საათში შევედით ალბათ 6 საათზე წამოვედით სახლიდან და ყველაზე ის რა იყო იცი აი რაღაცა ისეთი სიმშვიდე იყო იმ რიქში ჩვენ ხო ზოგადად არ გვჩვევია მსგავსი რაღაცეები ხვაური და აბა მე გამიშვი წინ და ისეთი სიმშვიდე იყო და ისეთი ერთმანეთის პატივისცემა იყო ესეც აი რაღაცნაირ ხო სინანულს აჩენდა და აი
ზუსტად აი ბევრჯერ ითქვა და ისა აი სევდასთან გაერთიანებულ სიხარულს რომელიც აი რაღაცნაირად იქ ყოფნას გიმს უბუქებდა ამ მდგომარეობას რომ აი შენ აი იაზრებდა თითქმის ყველა იმას ვისვისაც იყო იქ შეიძლება ცნობიერად შეიძლება ქვეცნობიერად მაგრამ რაღაცნაირად ყველა ერთი გზაზე მიდიოდა და აი ზუსტად ეს იყო რომ აი როგორ არის ხო ყველა ერთნაირი ქრისტიანი ვერ იქნება ყველა ერთნაირად ყოჩაღი ვერ იქნება ყველა ერთნაირად შრომელი ვერ იქნება მაგრამ ნახეთ ყველასთავარი არის იდეა და გზა და ჭეშმარიტება აი ამ გზაზე დგას ქართველი ერი მე ასე უყურებ ეს სასწრაფოს ექიმები კიდევ პატარა ბიჭები რა ვიცი ჩვენ იქ ვინც ნახეთ სულ პატარა ახალგაზრდები და ესე ჩანთა ესე ხელში ეჭირათ და სულ აესე იყურებოდნენ ვინ დაიძახებდა სასწრაფო გარბოდნენ აი ისეთი სიამოვნება იყო ამათი ყურება და სიხარული და ბედნიერება რომ მართლა ერთობა მართლა დავინახეთ დიდი სიყვარული ათუნა მასწავლებელო აბა თქვენს კი რა ხდება გითხარით თქვენი შთაბეჭდილება საღამო მშვიდობის მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ მე სამწუხაროდ ვერ შევძელი სამძიმარზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ძალიან მინდოდა ბევრჯერ მოვინდომეთ ჩემი ჯოხებით გავამზადე მაგრამ რა ვიცი მე რო ვიკითხე ყველა მეუბნებოდა ჩემმა მოძღვარმაც მითხრა რომ არ დახვიდე ვერ შეძლებ მან მქონდა ფიზიკურად წასვლის შესაძლებლობა გული და სული ჩემი ნამდვილად კი იქ იყო და იქ ტრიალებდა და როგორც შევძელი ისე მივიღე მონაწილეობა ლოცვით და რა ვიცი პატარა თანადგომებით გაიხარეთ რა თქმა უნდა გული მტკივა და სიხარულითაც მევსება იმ ყველა სიკეთით რაზეც საუბრობთ რაც დაიმსახურა ჩვენმა პატრიარქმა რასაც იმსახურებს და ხარებასთან ერთად დიდი ბედნიერებაც არის რა თქმა უნდა მადლობა უფალს ყველაფრისათვის გული იდეა აი ჩვენ რაზეც დავაფუძნეთ ეს სამშობლოცოდნეობის სწავლება მთლიანად პატრიარქის გულიდან ამოზრდილია და აი ჩვენი ცხოვრებით ჩვენი სწავლებით ბავშვების ამ იდეით გაზდით იქნება ყველაზე მეტად პატრიარქი ბედნიერი აი ამას თუ შევძლებთ და ხარისხიანად და განვახორციელებთ გულით თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ერთ პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი თქოს აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი არაპატია უფალმა ადამიანებს გაამპარტავნება და აღრია საერთო ენა ადამიანებმა ვეღარაფერი გაუგეს ერთმანეთს და გაიფანტნენ. ხერხემალი ადამიანის აგებულების საყრდენ ფუნქციას ასრულებს. თავად სიტყვა სახელდებაში ორ ხეს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ასობ გერა რაეთი. რაე ქართული ანბანის შუაში მდებარეობს და მისი ერთგვარი ხერხემალია. ხე მოიაზრებს დედაბოძს, როგორც გაუცნობიერებელი სასოება 60 სეულის სიცოცხლის ხისა. ქრისტიანობის შემდგომ იგი იქცა ახალი აღთქმის სიცოცხლის ხედ
გოლგოთის ჯვრად, რომელმაც გამოიღო მსხვერპლად ქრისტე, ხსნა. სახიერი წინასწარ განგებულებით გოლგოთაზე წილნაყარი კვართი მცხეთაში მოაბრძანა ჯულიერმა ელიოზმა. იგი მის დასთან სიდონიასთან ერთად დაეფლა საქართველოს გულში, ტყურისა და არაგვის შესართავთან. კვართზე აღმოცენდა ხე. ამ ხით საბოლოოდ გაცხადა, რომ ქართული კულტურისათვის, ენისათვის, წარმართულ სიმბოლოთაგან მთავარია ხე, დედაბოძი. სწორედ ამიტომ პირველ საუკუნეში ქრისტეს მხურვალე მოციქული პირველწოდებული ანდრია ჭრის ჭყონს, იგივე მუხას და ცვლის მას ჭეშმარიტი ძელით, ანუ ჯვრით. ჭყონდიდის ეპარქიაში ცნობილი მარტვილის საკათედრო ტაძარი სწორედ ამ მოჭრილი ჭყონის ადგილზეა აგებული. წმინდა ანდრიას მიერ დაწყებული ქართლის მოქცევა კი მეოთხე საუკუნეში ვაზის ჯვრით განასრულა იერუსალიმიდან მოსულმა კაბადოკიელმა ქალწულმა წმინდა ნინომ. ხერხემალი მალებისგან შედგება. მალი მალულსაც, დაფარულსაც მოიაზრებს თავის მხრივ. ამ დაფარულ საიდუმლოს ძველი წინასწარმეტყველური ძეგლიც გვამცნევს. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. დამარხულარ სენაი ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად. რაითა ყოველ საენას აღმერთმა ნამხილოს ამით ენითა. და ესე ენა იმ ძინარე არს დღესამომდე. და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე hrქვიან. მას ჟამსაშინა იყო ვინმე უძური ლაზარე, უფალო აჰა რომელი გიყვარს ნეულარს, ხოლო ვითარცა ესმა იესოსს თქვა, ეს ესნეულება არა არ სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რათა იდიდოს ძელ ღმრთისა მისგან. მშობლიური ფესვები მოქცეული არიან ათასწლოვან შრეებში ადამიანის ქვეცნობიერებისა. მაშინ, როდესაც იდეოლოგია გაჩენილია ზედაპირზე მისი ცნობიერებისა. ცხადია აქეთგან, რომ მშობლიურ ფესვებს 1000-ჯერ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რომელიმე იდეოლოგიას. ფესვთა შორის უღრმესი კი ქართული ენაა. ჩვენი ღვთაებრივი გენის უაღმატებულესი გამოვლინება. ანბანური დამწერლობის შექმნა ძალზე ძნელია, რადგან მასში ყოველ ასო-ნიშანს უნდა კონდეს ერთდროულად სიტყვის, მარცვლის, ბგერისა და რიცხვის მნიშვნელობა. მაგალითად, ჩინური დამწერლობა სიტყვიერი დამწერლობაა. ესე იგი, გრაფიკული ნიშნით მთელი სიტყვა იწერება და არა რომელიმე ბგერა. სინამდვილეში არსებობს ორი ანბანური დამწერლობა. სემური, ეგრეთ წოდებული ფინიკიურ ებრაული და ქართული ანბანური დამწერლობა. თუ სემური ანბანი თვარის კალენდარული ანბანია, ქართული ანბანი მზის კალენდარულია. ანბანში ყოველი ასო-ნიშანი რიცხვის აღმნიშვნელია. მაგალითად, ქართული ანბანის პირველ ასო-ნიშანს თავისი შინაარსი აქვს. იგი გამოხატავს მთვარის ცაზე მოძრაობას. კერძოდ, სავსე მთვარის კულმინაციაში დგომას. როდესაც სავსე მთვარე ცაზე მოძრაობის ზედა ზღვარს, ეგრეთ წოდებულ კულმინაციას აღწევს, მაშინ ზუსტად 12 საათია. ანუ დროის ათვლა იწყება. ეს არის დღეღამის პირველი საათის, პირველი წუთის პირველი წამი. ამიტომაც მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 1. ბგერა ა, სახელწოდება ან. ფარნავაზ მეფის წარწერის წყალობით ჩვენ ვიცით, რომ ქართული რგლოვანი ხუცური ანბანი შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს. ადვილი დასამახსოვრებელია, 3-4-იანია. ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს შექმნილი მზის ქართული კალენდარი მე-5 საუკუნეში ქართულ ანბანში იქმნა
უკვდავ ყოფილი. ახლა განვიხილოთ ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი. ცხოვრება ფარნავაზისა. ეს თხზულება წარმართული ხანის უძველესი ქართული მატიანია. დაწერილია დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეებში. ფარნავაზ მეფის მემატიანე გვაუწყებს. ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული. და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. მწიგნობრობა არ ნიშნავს ანბანს. ამან ფარნავაზ შექმნა მწიგნობრობა ნიშნავს წერა კითხვას. ვახუშტი ბაგრატიონი მე-18 საუკუნის შუა ნახევრამდე თავის საქართველოს ისტორიაში წერდა. ფარნაოზის მეფობის 19 წელს ქართული 500-იანი ქრონიკონი ათჯერ მობრუნებული განვიდა და მე-11 იწყებისო. ვახუშტი ბაგრატიონს მიაჩნდა, რომ ფარნავაზის მეფობის მე-19 წელი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელია. ხოლო ამ წელს ქრისტიანული ქართული დასაბამითგან მე-11 532 წლიანი ჟამეული დაიწყო. ქართული წელთაღრიცხვის რაობა ყველაზე უკეთ პავლე ინგოროყვამ ამოიცნო. მან ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა ქართულ კალენდარს და ქართული მწიგნობრობის შემოღებას დაუკავშირა. მე-20 საუკუნის მიწურულს მეცნიერების ეს ვარაუდი ფაქტობრივად გამართლდა. 1972 წელს რამაზ პატარიძემ ამოიცნო ქართლის ცხოვრების 1608 წლის განმარტებითი მინაწერი. აქ ამ მწიგნობრობა დაიწყეს ქართველთა ადამსაქეთ ძღ წელს. ეს მითითებული თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს ნიშნავს. 1985 წელს დავათის ქვაჯვარზე იგივე თარიღი ამოიკითხეს გურამ აბრამიშვილმა და ზაზა ალექსიძემ. ქვაჯვარი თარიღიანი ძეგლია. ახალი წელთაღრიცხვის 367 წლისა. ეს არის დავათის ქვასვეტის აღმართვის წელი. მასზე გამოქანდაკებულია ქართული მწიგნობრობის შემოღების სცენა. ჩამოწერილია ქართული ანბანი თავიდან ბოლომდე. ასომთავრული ასონიშნები ანიდან ჰოემდე. ქართული ენისა და მწიგნობრობის შემოღების თარიღს ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს შეფარულად გვაუწყებს ძველი ქართული მწერლობის სწორუპოვარი ძეგლი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. ეს თხზულება დაიწერა ახალი წელთაღრიცხვის 342 წელს. იოანე ზოსიმემ მხოლოდ გადამწერია მის მე-10 საუკუნეში. ქრისტიანული ქართული მწიგნობრობა 300 წლის მანძილზე უპირისპირდებოდა არა მხოლოდ ბერძნულ კულტებსა და სპარსულ ცეცხლმსახურებს, არამედ ბერძნული და სპარსული ენების ბატონობას საქართველოში. ეს უშეღავათო ბრძოლა ქართული ქრისტიანული მწიგნობრობის გამარჯვებით დასრულდა 311 წელს მეფე მირიანის წინამძღოლობით. ამიტომაც არიან დავათის ქვაჯვარზე გამოსახულნი მეფე ფარნავაზი, ქართული სახელმწიფო მწიგნობრობის შემომღები, ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს და მეფე მირიანი, ქართული სახელმწიფო მწიგნობრობის ამაღორძინებელი 311 წელს. ფარნავაზ მეფის თარიღიანი წარწერა გვაქვს. ძველი წელთაღრიცხვის 274 წელი თარიღი წერია. ეს წარწერა აღმოჩნდა ნეკრესში. ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი ძეგლები გვხვდება მე-5 საუკუნეში. პალესტინის ჯვრის მონასტრის წარწერა და ბოლნისის სიონის წარწერა. პირველი ქართული ანბანი მგლოვანია. ასოთა მოხაზულობა მომრგვალებულია. ყველა ასო 2 ხაზს შუა იწერება და ამიტომ ასოთა სიმაღლე თანაბარია.
ეს ჩვენი დამწერლობის განვითარების პირველი საფეხურია. მას თანდათანობით ცვლის ნუსხური დამწერლობა, სადაც ასოებს კუთხოვანი მოხაზულობა აქვს. ისინი განლაგებულია 4 ხაზში და შესაბამისად ასოებიც სხვადასხვა სიმაღლისაა. კუთხოვანი დამწერლობით ხდებოდა სასულიერო წიგნების გადანუსხვა. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც ნუსხური. ეს იყო ჩვენი დამწერლობის განვითარების მეორე საფეხური. უშუალოდ ნუსხურისგან აღმოცენდა მხედრული დამწერლობა, რომელმაც მე-17 საუკუნისთვის მიიღო დღევანდელი სახე და ქართული წიგნის ბეჭვრის დაწყებიდან საბოლოოდ დამკვიდრდა. რუსთაველის პოემის პირველი გამოცემაც მხედრული ასოებით არის ნაბეჭდი. მხედრულს, როგორც ვხედავთ, ასოთა განლაგების 4ხაზოვანი სისტემა ხუცურიდან მოჰყვება. ხოლო ასოთა კვლავ დამრგვალება გამოიწვია სწრაფად წერამ. ენა აზროვნებს ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ცალკეული პიროვნება, თუ გინდ გენიალური. იტყვის რომელიმე მემატიანე, დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება საქართველოსი. ამავე დროს მიმართავს რომელიმე დიასახლისი თავის გოგონას. შვილო, ფქვილი გამტკიცე. აქ პირველ შემთხვევაში მტკიცება იგულვებს გამაგრებას, მეორე შემთხვევაში გაწმენდას. გამოდის, რაც მტკიცი არის, ის წმინდა და რაც წმინდა, მტკიცე. ვინ გაიაზრა ეს? ყველა ჩვენგანს ენა უკვე ქმნილი ხვდება წინ. 1000 წლეულებს ითვლის საქართველოს ისტორია. ჩვენმა კულტურამ ყველა დროსა და იდეოლოგიას გაუძლო. აქედან გაიტაცეს არგონავტებმა ოქროს აწმისით საიდუმლო ცოდნა და მედეა, მედიცინა, რომელსაც თან გაჰყვა საქართველოს საკვირველი მცენარეულობის იდუმალი სამკურნალო მეთოდი. ეს მცირე, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა ცივილიზაციათა შესაყარზე მდებარეობს. ალბათ ამიტომაც სწორედ აქინება უფალმა კვართის დაფლვა. სწორედ უფლის კვართი აცხადებს საიდუმლოდ ქართული ენის თვისებას. ჯვარცმას ამ ქვეყანაში, რაც აღდგომით უნდა განსრულდეს მარადიულობაში. სწორედ ეს მემსხვერპლეობაა ის არსებითი, რასაც ქართველი სოფლიური ცხოვრება ემსახურება. მოგესალმებით, დიდი სიყვარული, ცოტა ისეთი ხმა მაქვს და არ მინდოდა დაფიქსირება, მაგრამ როცა გულით ეტყვი ყველას, რომ გიყვარს და თანაც კიდე აი გული და სული გამსჭვალული გაქვს, აი იმ სიყვარულით, რაც უწმინდესმა დაგვიტოვა, აქ უკვე ხმას და აცუდად ყოფნას და იმას აღარ აქვს აზრი და აი მართლა სულ ვფიქრობ, რაც უფრო მეტად დრო გადის, უფრო რაღაცნაირად აი უწმინდეს რომ ცოცხალი იყო, ამაზე არ ვფიქრობდით და ეხლა რაც უფრო მეტად ვკითხულობ, რაც უფრო მეტად ვუსმენ მის დანატოვარს, აი ამ სწავლებებს, ყველაფერს, აი ხვდები რომ უფრო და უფრო მეტად მენატრება და აი ჩემს გულში მისი ეს ყველა სიტყვა ფესვებს იდგავს და როგორ შეიძლება რომ აი გულამდე თუ ერთხელ მაინც მიგწვდა მისი სიტყვა, აი ამ ყველაფრით არ იცხოვრო ადამიანმა, ზუსტად ეს უნდოდა მას, რომ ქართულ ერში აი ეს გაეღვიძებინა სიყვარული, ერთმანეთის თანადგომა და უფლის ღრმა რწმენა და იმიტომაც იყო, რომ აი ეს ქართული იდეა პირველი ღმერთის სამშობლო ადამიანი უფლით დაიწყო და თუ ჩვენ აი ძლიერი რწმენა გვექნება, მერე სამშობლოს სიყვარულიც გვექნება, ურთიერთ სიყვარულიც გვექნება და აი მე მაგალითად ჩემი ის არის რომ უწმინდეს უთხრა რომ სანამ სუნთქავ და გული მიცემს, მანამდე სულ სიყვარული იქნება ჩემს გულში და ვთხოვ უფალს და მასაც რომ მომეხმაროს რომ აი ეს ყველაფერი ასე ბოლომდე მივიტანო ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. და ესეც ჩვენს მოსწავლეებში გავაღვივოთ და ეს ჩემი ცხოვრება აი ამას მიუძღვნა. ძალიან მიყვარხართ. ამენ. გოგა შენიდან ჩვენი ბავშვები ვნახე რიგში და
ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ და ესე იდგნენ, წარმოიდგინეთ გოგაშენიდან ჩამოვიდნენ ეს ადამიანები და ესე ისეთი სიხარულით იდგნენ. მე პირადად ჩვენი გიორგი ვნახე და გაფანტულები იყვნენ გიორგი და მისი დედა. ხო და ისე გამიხარდა, ესე ფოტოებიც გადავიღეთ, მერე გრიგოლი და ნინოც მივიყვანე რომ დავინახე ესენი და მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, სითბოთი. მე პირადად არ ვიყავი, ვიზიარებ ჩვენს ერის დიდ მწუხარებას, მაგრამ დიდ თანადგომას, სიყვარულს, სითბოს. მე კი ტელევიზორით ვადევნებდი თვალს და რა ვიცი, მოზიარე ვარ იმ დიდი სიხარულისაც და მწუხარებისაც და სიხარულისაც. და რა ვიცი, დიდი მადლიერებით მინდა რომ თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვარ. ნამდვილად ამ დიდ საქმეს რომ გვაზიარებთ ლექსო მასწავლებელო, თამუნა მასწავლებელო და ყველა. და რა აღმოვაჩინე ლექსო მასწავლებელო არ შემიძლია არ გითხრათ, რომ თქვენ აი დაგვანახეთ ეს დიდი იდეა, ეს ქართული სული და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ იდეისკენ წავიდეთ და ვიზრუნოთ აი ამ საქართველოს და ჩვენი სულისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, რომ თქვენთან ერთად თქვენი სწავლებით მივიდეთ და გავანათლოთ ჩვენი ქვეყანა. რა ვიცი, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა რომ ჩვენც თქვენი ოჯახის წევრი გავხადეთ. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეერხევა საუკუნიდან მოშვებული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი რა ძალის არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით. შობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენში წიაღი უშრეტია, რადგან ქართული მიწის, ქართული ყოფიერების ისტორიული სუნთქვა იესო ქრისტეა. ძეღვთისა, გზა ჭეშმარიტებისა. ქართველებს ბევრი ნაკლი გვაქვს. ბევრი მანკი. ოღონდ ეს ცილია უფრო ვიდრე შუაგული. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, გენია გულისა ყველა გენიაზე უფრო მაღალია. ქართველთა გენია გულისა შეუდარებელია. ქართველნი უხეირო კაც უგულოს ვეძახით. სამაგიეროდ გულმოდგინე, გულკეთილი, გულანთებული, გულმართალი, საუკეთესო ეპითეტებია გაიყმისა. ჩვენი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ უფალმა სიყვარული მოგვანიჭა და სხვებისთვის ეს მოსაპოვებელი არის. როგორც იოანე კიბისამწერელი ამბობს, რომ მე-19 საფეხურია, რომ სიყვარულამდე მივიდეთო. მანამდე სხვა საფეხურები უნდა მოიპოვოთ, სხვა სათნოებები უნდა მოიპოვოთ. მაგრამ ეს ჩვენ პირდაპირ მოგვეცა. არც ერთ-ერთს არ აქვს ასეთი საოცარი გამოთქმა. შენი ჭირიმე. ესე იგი, ადამიანი იღებს სხვა ადამიანის გაჭირვებას თავის თავზე. ანდა შენ გენაცვალე. ესე იგი, თუ შენ გიჭირს, მე მზად ვარ შეგენაცვლო. შენ გენაცვალე, გიორგი და თქვენ გენაცვალეთ უყველას ბიჭებო. არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვა გენაცვალეს ექვივალენტი. თქვენ გენაცვალეთ, თქვენ გაიხარეთ. ან გაგონილა სადმე ერთმა სიტყვამ დაიტიოს მთლიანად ქრისტიანობის, გოლგოთას მთელი მისტერიის დედააზრი. სნეული ხარ, გეწავლება. ჭაბუკი ხარ, შეგაყვარებს. მოხუცი ხარ, მოგაშორებს შუბლზე წელთა ჩანახარებს. გაწყენინებს და გამიწევს ყველას ფლიც და ენამწარეს. ხარები ხარ, გაგამდიდრებს. ასეთია
რა სინათლეც გაუმქრალი გენაცვალე სულში გიდებს ბულბულებმა მარცვალ ვარსკვლავიდან ჩამოკრეფეს ჩვენს გულებში გააჩახეს დასქვეს ნუ ღარ ჩაქრებია გენაცვალიდან მოყვება საქართველოს აკუნებიდან ის მიწაში ჩაითესა და მიწას გლეხი უვლის და სიკეთით ნაკეთების სახლი უდგას მას პინძულის გამოაღებს ქალი კარებს შემობრძანდი გაბიწყდება ღობზე მჭადი ნაგვერჩხალზე შველის მწვადი გაიხსენებ ქვეყნის ზალკარგს წუთის სოფელსა დღე გრძელებ ამ ოჯახის შვილს დალოცავდა მადლობას ეთქვი ძველებს ცოტა იცის დედამიწის ვისაც ჯერ არ უგემნია შენი ღვინო შენი პური შენი სიტყვა თუ გენია გენაცვალეს მღერის ქარი ემატება ხილს შაქარი სიტყვა ძველი თანახალი რბილი არის თან მაგარი გენაცვალე მეგობარო სიყვარულო და უმჭკერა რომუდამ ვინმეს მოლოდინით გაღებულა ოდის კარო ყველას მოძნედ წამომდგარო გენაცვალე საქართველო შენმა სიტყვამ პირნამესმა გამამაგროს გამამრთელოს არ მენახოს მისი ბზარი გამრუდება და ბლაგვება და მარადი სიტყვა გრძელოს შოთას რეგზმა მცხეთის ქვებმა გენაცვალე სიცოცხლეო მიტომ მადლობ და მაწვალებ რომ შენ უფრო შემიყვარდე გენაცვალე საუკუნეების მანძილზე მცირე რიცხოვანი ჩვენი ერი და სხვა ერებთან და სახელმწიფოებთან შედარებით უძლურია და პატარაა გედეონებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთისშეწევნით ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვების პირველი მთავარი პირობა არის ღმერთთან ერთობა, ღვთისათნოყოფა. ეს არის ჩვენი მისია, რომ თუ ღმერთი ჩვენ ხარისზე იქნება, ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ. საქართველოს ძალიან პატარა ქვეყნების რიცხვში ითვლება, მაგრამ ზეციურ სამყაროში ზეციური საქართველოს ყველაზე დიდი არის. ყველაზე მრავალრიცხოვანი არის. იესო მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი. მიცვალებულის დამ მართამ უთხრა: უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ. იესომ უთხრა მას: განარ გითხარი, რომ თუ ირწმუნებ ღვთის დიდებას სიხილავ მეთქი. მეუღლეობის ლოცვა-კურთხევით ლაზარის სახელობის ათინების სახელობის ტაძარის ტრაპეზი იკურთხა და ყოველ შაბათობით აქ აღევლინება წირვა ლოცვა. ამრიგად მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და დიდი ხმით დაიძახა: ლაზარე, გამოდი. ჯვრები აქვს გამოსახული წინ. გამოვიდა მიცვალებული. ამბობენ ხელფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. უთხრა მას იესო: გახსენით. გაუშვით. ასეთი რამ არ არსებობს. იაროს. როგორც აღადგინა უფალმა რომ ლაზარე, მართალი ლაზარე, ასევე აღდგება სრულიად საქართველო და ქართული ენა. საქართველოს დედა ეკლესიამ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა ქართული ენის დღესასწაული და აღნიშვნის დღედ განაჩინა ლაზარეს შაბათი. ენა ძველ ქართულში მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. სიტყვა საწამებლად არ ნიშნავს წამებას, ტანჯვას, არამედ დამოწმებას. გამოდის, რომ ქართული ენა, ქართული მოდგმა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესთვის, არამედ ამხელს სხვა ენებს,
სხვა ერებს მეორედ მოსვლის ჟამს. ბოლო ჟამს საქართველო გავწყინდება. და ესე ენაის შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღეს ამას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ბოლო ჟამს ქართველობა შეინარჩუნებს მართლმადიდებულ სარწმუნოებას. და ყოველსა ენასა ღმერთმა ნამხილოს ამით ენითა. როგორც კირილე ლავრელი ამბობს, ეს ბერძენი ბერი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთის იმპერია შეიქმნება, რომელსაც სათავეში ედმებაო კურთხეული მეფეო, მირონცხებული მეფე და ჭეშმარიტი პატრიარქიო, სწორედ მათ დროს გაერთიანდება საქართველო, მათ დროს მოხდება სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების აღჩამოსვლა და მართლმადიდებლობის მიღება. საქართველოს სახეა ზეციური ძლევამოსილი მხედრისა, რომელიც ასრულებს საღვთო მისიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას. აი რატომ არიან დავათის მეოთხე საუკუნის ქვახატზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით. მიქაელ მთავარანგელოზი ღვთაებრივ საღვთო დამწერლობათა მცველი და მფარველი მთავარანგელოზია, ხოლო გაბრიელი მაცნე მთავარანგელოზია. ბრდაძორის მეექვსე საუკუნის ქვახატზე ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას. სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. დღეს სოფლიოს გლობალიზაციის პროცესები მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ყველა ერს მცირე ერს დაუკარგოს ისტორიული მეხსიერება. თავისი წარსულის ხსოვნა, თავისი დიდი წინაპრების ხსოვნა. არ შემეშინდეთ ყველაფერი ცისმადლით დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადდება. ჩვენ არა ვართ მიტოვებულნი ისე უპატრონო, ზეცა გვიცავს ჩვენ და დედა ღვთისმშობელი ყველანაირად ცდილობს ჩვენი რწმენის, ჩვენი ცხოვრების გადარჩენას და გამართვას. წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ხანგრძლივად უცხოეთში ცხოვრების გამო ქართული სრულიად დავიწყებოდა. ერთხელ ყმაწვილი მძიმედ გახდა ავად. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხელი მოუხვევია მისთვის და ქართულად უთქვამს: არა რა იარსო ნებაი შენთანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული აღმოუდიოდა პირთაგან, ვითარცა წყაროი უწმინდეს ყოველ ქართველთასა. ნეტავი კი გაითავისოს ეს ჩვენმა ხალხმა მთლიანად. ნეტა მთლიანად კეთილად გავითავისო ჩვენ, რამოდენა სიყვარული დევს ამაში ღვთისა და კურთხეული დედისა. დალოცილი და გახარებული იყავით, აღდგება სახარება. ლაზარე, მოდი ხარ მზიანი ტერფებით. აბლანდულ ბილიკებს სვეტად მოასწორებ. აჰა, ვაზის ჯვარი სანაცვლოდ მტევნების შენით გამოისხამ ზედ ქართულ ასოებს. მე შენ შესახებლად ცეცხლიან ბედაურს დროის ულმობელი ლაგამი ავხსენი. ჩვენ შორის მზე ჩადგა როგორც საიდუმლო, შენ სიტყვის გენი ამზის გულში გახსენი. ლაზარე, ზარივით რეკენ ასოები, ქარმაფთა შემოჰკრა ილეკროს წინწილებს, სიტყვები ვით სავსე ოქროს ტაროები კალთაში მიყრიან თავიანთ სიმწიფეს. ამ ყანას დაუსხამ სურიცხვი მარცვალი. ბგერებში საკმევლის სიო მოსურნელობს, ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყნად რაც არის შენ დასაბამიდან ათბობ და მსრუნველობ. ლაზარე,
გიგალობს სრული საქართველო და მზის აკლდამიდან რძე თეთრად გადმოდის ფეხზე წამოდექი უჟამო ნათელო უფალი მოგიხმობს ლაზარე გამოდი